ეს ხმიანია ხატია ხვათაძესთან და ირაკლი ჩიხლაძესთან ერთად. გორის დილა ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონია. სეზონის ბოლო შეხვედრა 26 მაისს შედგება, სადაც თბილისის დინამო დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში სამტრედიას დაუპირისპირდება. დღეს დილამ შინ ვიტ ჯორჯიას 3-0 დაამარცხა. თბილისის და ბათუმის დინამო მეორე მესამე პოზიციები გაინაწილეს. გაირკვა უმაღლესი ლიგის აუტსაიდერების ვინაობაც, უმაღლეს ლიგას ვიტ ჯორჯია და ზესტაფონი დაემშვიდობდნენ. გორში დღეს ზეიმია მიზეზი სპორტული. ისტორიაში პირველად დილამ ეროვნული ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. სეზონში 19 მატჩი მოიგო და მხოლოდ 4 წააგო. დააგროვა 64 ქულა და მეტოქეებისთვის მიუწვდომელი გახდა. მედლები, თასი და ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოყოფილი საპრიზო თანხა. გორელებს დღესვე გადაეცა და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური. და მეულოცო თითოეულ გორის დილას თითოეულ ფეხბურთელს მეტაშტაბს რაიონის ხელმძღვანელობას და რა თქმა უნდა გულშემატკივრებს ეს საკმაოდ ლამაზი გამარჯვება არის ერთობლივი შრომის შედეგი. დარწმუნებული ვარ რომ გააგრძელებ ამ წარმატებით სვლას და შემდგომ ჩემპიონატებში და ევროპულ ასპარეზზე ასევე წარმატებით დიასპორაზე. უკანასკნელ ტურში დილამ ვიტ ჯორჯიას 3-0 დაამარცხა. დუბლი მიითვალა ირაკლი მოდებაძემ და 16 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ვიტ ჯორჯიამ კი უმაღლესი ლიგა დატოვა. დილას გამარჯვების აღსანიშნავად გორში დღეს სპეციალურად კონცერტი გაიმართა. ალბათ კარგად დავისვენებთ, მერე კარგად მომზადებით და დავარე ევროტურნირებზე სათანადოდ გამოვიდეთ და ეს წარმატებით ვითამაშეთ. სატურნირო ცხრილის მეორე და მესამე პოზიცია შესაბამისად ბათუმისა და თბილისის დინამომ დაიკავეს. ბათუმის დინამო ევროთასებს 16 წლიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება. თბილისის დინამოსთვის კი მესამე ადგილი უჩვეულოა, რის გამოც გუნდის მფლობელმა მწვრთნელი შეცვალა. ახი გოგიჩაიშვილის ნაცვლად თბილისელებს გია გეგუჩაძე გაწვრთნის. მისი ხელმძღვანელობით დინამომ დღეს პირველად ითამაშა და ჩიხურას 3-0 დაამარცხა. Გავჭირდება გარკვეული გოლების გაძლიერება, ესეც არ არის გამორიცხული და ყველაფერი ალბათ კონკრეტული პასუხის გაცემა შეიძლება მხოლოდ იმის დამიხედვით, თუ როგორ რა მოხდება, მოვლენები როგორ განვითარდება. მომავალწელს მე ვფიქრობ, უფრო მეტი პრეტენზია გვექნება ჩემპიონობისთვის, აუცილებლად ვიბრძოლებ. 26 ეროვნული ჩემპიონატი უკვე დასრულებულია. ტურნირში 16 გუნდი მონაწილეობდა. კლუბების რაოდენობის გაზრდა სეზონის წინაც და დღესაც სადაოა.